გორში წმინდა წყლის დასახლებაში დაჭრილი ორივე ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს. როგორც გორმედის სამედიცინო ცენტრის ექიმი მერაბ მაისურაძე ამბობს, ორივე მათგანი თავს უკეთ გრძნობს და მკურნალობას ბინაზე ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებენ. ცნობისთვის, სისხლიანი დაპირისპირება მოზარდებს შორის წმინდა წყლის დასახლებაში 23 თებერვალს მოხდა, სადაც 17-18 წლის ახალგაზრდები დაჭრეს. ორივე მათგანს სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. ჭრილობები ახალგაზრდებს გულისა და ფილტვის არეში აღენიშნებოდათ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირის ხელკვალზე დააკავა. ისინი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან. ვახტანგ გომელაურის უწყების ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის ლ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 23-ში შემოსული იყო ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც აღენიშნებოდათ მრავლობითი ნაკვეთნაჩხლთი ჭრილობების სხეულის არეში. ორივეს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა, რომელმაც გაიარეს სრული კურსი სამედიცინო ცენტრ გორმედში. ერთი ავადმყოფი გაეწერა დაახლოებით 4 დღისი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ხოლო მეორე შედარებით მძიმე ავადმყოფი, რომელსაც აღენიშნებოდა გულის და ფილტვის ტრავმა, დღეს გაეწერა კლინიკიდან სტაბილიზაციით ამბულატორიული მკურნალობის მეთვალყურეობის ქვეშ.